ეს კანონები ვრცელდება თითოეულ მოქალაქეზე. შესაბამისად, ჩვენ ახლა შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ აი ამ ეტაპზე ალბათ შეიძლება იმიგრანტებს არ შეახონ, შეიძლება რაღაცა დაიტოვონ მოქნილობის ზღვარი და ასე შემდეგ, მაგრამ ტრენდი არის მთავარი და ეს ტრენდი აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას სურს გააკონტროლოს თითოეული ოჯახი, გააკონტროლოს თითოეული კავშირი, რაც საქართველოს მოქალაქეებს უცხოელებთან ან უცხოეთში მყოფ ქართველებთან გააჩნიათ და საბოლოო ჯამში შესაძლებელია კიდევ ახალ-ახალი კანონების, ახალ-ახალი ცვლილებების მიღება, რომლითაც ეს კონტროლი კიდევ უფრო მკაცრ და რეპრესიულ ფარგლებს შეიძენს. გრანტების კანონის აი ამ ცვლილებების მიღების შემდეგ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ პროტესტის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, არათუ გზის გადაკეტვა, არათუ ტროტუარზე გასვლა, არამედ საკუთარი სახლიდან Facebook სტატუსის დაწერაც კი, სადაც უბრალოდ უკმაყოფილება არის აღნიშნული, ერთ სიტყვით პროტესტის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, გინდაც ქმედებით, გინდაც სიტყვით, საქართველოში ამიერიდან იქნება კრიმინალიზებული. ეს არის ქართული ოცნების მთავარი მიზანი, რომ მათ მიიღონ რაღაცა კონტროლირებადი, მართული ხალხის მასა, რომელსაც ნებისმიერ სახის რეგულაციას მოარღვევენ თავს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ შევეგუოთ ასეთი ტიპის მორჩილებაში არ შევიდეთ და გავაგრძელოთ ჩვენი აზრების თავისუფლად გამოხატვა.